შენ თქვი რომ ჩარლს დაანოკაუტებდი და ორი დივიზიონის ჩემპიონი გახდებოდი. ახლა როცა ეს გააკეთე, თავს ისე გრძნობ როგორც ფიქრობდი რომ იგრძნობდი. კიდევ უფრო უკეთესად. იმის გამო თუ როგორ გააკეთე ეს? იმიტომ რომ უკვე გავაკეთე. და ეს წარსულის ნაწილი გახდა. არ ვიცი, თავს კიდევ უფრო უკეთ გრძნობ. რომან ადგილზე იმყოფება ეს კომბინაცია იმ კომბინაციათა შორის, რომლებიც აქამდე შეგისრულებია. შენ მას ორ დარტყმიანი კომბინაცია შეუსრულე და როგორც მახსოვს, როგანმა თქვა, რომ მარჯვენა ხელის გატარების შემდეგ ის უკვე გათიშული იყო. ეს იყო საუკეთესო კომბინაცია, რომელიც შეჯიბრისას ოდესმე შეგისრულებია. უკეთესი კომბინაციებიც მაქვს. მართლა? კი, თუმცა ისინი რომ შევასრულო, მეტოქეები ოქტოგონზე ცოტა უფრო დიდ ხანს უნდა დარჩნენ. შეიძლება მომავალში იხილოთ. რამდენი ხანი აპირებ მსუბუქ წონით კატეგორიაში დარჩენას? ქამრის რამდენჯერმე დაცვას შეეცდები თუ ის ბიჭი, რომელზეც საუბარი არ ქსიამონებს ახლო მომავალში პოტენციურ მეტოქედ განიხილება? წლის ბოლოს მზად ვიქნები. თუ UFC შემატყობინებს, რომ მათ სურთ წლის ბოლოს ოქტოგონზე დაუბრუნდე, მზად ვიქნები. ჩარლსთან გრეპლინგის დროს იყო ერთი მომენტი, როცა მან შენი ფეხი დაიჭირა და იმ ეპიზოდში რაიმე საფრთხეს ხომ არ გრძნობდი. არანაირს. დომინანტური პოზიციის აღებასთან ძალიან ახლოს ვიყავი. პარტერში ის კარგად გაისარჯა, თუმცა შევხედე, რომ სახე დაზიანებული ჰქონდა და სწორედ ამიტომ ფეხზე ადგომა გადავწყვიტე. შენი აზრით, დღევანდელი პერფორმანსით განცხადება გააკეთე იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი? პანტოჟა ცოტა ხნის წინ აქ იყო და საკუთარ თავზე ისაუბრა. მახაჩევი რეიტინგის პირველი ნომერია და შესანიშნავად გამოიყურება. შენი აზრით, ამ ღამით შენ განაცხადე, რომ პირველი ნომერი უნდა იყო? Pound for pound რეიტინგს გულისხმობ? დიახ. ეს რეიტინგი არ მანაღლებს, არ გაინტერესებს, არა. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ჩემთვის მისაღები იქნება. ილია, ზოგი ამბობს, რომ ეს ამ სპორტის ისტორიაში უდიდესი სამბრძოლიანი სერია, არა მხოლოდ იმ სახელების გამო, ვინც დაამარცხე, არამედ იმის გამოც, თუ როგორ დაამარცხე. შეგიძლია ამ გადმოსახედიდან გითხრა იმის შესახებ, რაც გააკეთე? საოცარია. ამის სიტყვებით მარტივად გადმოცემა ძალიან რთულია. უოლკი, მაქს ჰოლოვეი და ჩარლზ ოლივეირა დაამარცხე. და ბევრი ვერ იტყვის, რომ მსგავსი რაღაც გაუკეთებია. არა მხოლოდ საოცარი პერფორმანსი ვიხილეთ შენგან, არამედ აღსანიშნავია ისიც, რომ წინასწარ ამბობდი თუ როდის და როგორ მოიგებდი. შენ აცხადებდი, რომ მას პირველი რაუნდში დაანოკაუტებდი. შენ ირგვლივ არავინ გეუბნებოდა, რომ დამშვიდებულიყავი, რადგან ზედაწონაში ადიოდი. ჩემ გარშემო ყველა მიცოდა, რომ ამას გავაკეთებდი. ეს ყველა მიცოდა. ჩემი აზრით, შენი შემოსვლაც დიდებული იყო, როცა კამერაში პირველად გამოჩნდი იღიმოდი. დაძაბულ სიტუაციაში შენ მშვიდად გამოიყურებოდი. მე აქ ჩემი ქამრის წასაღებად მოვედი, რადგან ის მოსამზადებელი კემპისას მოვიგე. ვიცი თუ რამდენად თავდაუზგავად შრომობ, რისი გაკეთება შემიძლია სპარინგების დროს. რამდენად კარგი ვარ და ოქტოგონზე ჩემს უნარებს ტოლს ვერავინ დაუდებს. როცა ამას ვამბობ, შეიძლება ტრაბახად ჩამითვალოთ და შეშულად მოგეჩვენოთ. თუმცა მე ყოველჯერზე ვამტკიცებ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ვარ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მიღწევით უნდა ისიამოვნო, თუმცა გალიაში პედი პიმბლეტი შემოვიდე და თქვენ ცოტა გაერთეთ. არმან ცარუკიანი და ჯასტინ გეიჯიც მაყურებლებს შორის იყვნენ. სხვა ბრძოლებზე მეტად ეს დაპირისპირება გსურს? დიახ. ეს ბრძოლა მინდა, რადგან ჩარლსთან ცოტა რთულ ვითარებაში ვიყავი, იმის გამო, რომ მე ის ძალიან მომწონს. ის დიდებული ადამიანია და შეუძლებელია რომ გძულდეს. ის ყოველთვის თავის ოჯახთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ერთად არის. ის საოცარი პიროვნებაა. ჩემი განწყობა ასეთი იყო. ეს შეჯიბრია, ჩემი საქმე უნდა გავაკეთო და სულ ეს არის. რაც შეეხება პედის, მისი ცემით სიამოვნებას მივიღებ. ილია, ბრძოლის შემდეგ შენ და ჩარლზმა სიტყვები გაცვალეთ. მესმის, რომ ეს პირადი ხასიათი საუბარი იყო, მაგრამ თუ შეგიძლია გითხრა, რაზე ილაპარაკეთ? ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეთ. ჩარლზი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს. ის ლეგენდაა და მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ. ის ბრწყინვალე ადამიანი და ყველა ჩვენგანისთვის მისაბაძი მაგალითია. არ ვიცი დღეს აღნიშნავ თუ არა, მაგრამ როგორც ნახე, გამარჯვება გუშინ წინასწარ იზეიმე.
რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, ჩემს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნავ. როცა მსგავს რაღაცებს აკეთებ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს იმის გასაცხადებლად თუ რა მოხდება და ოჯახთან და მეგობრებთან ერთად დროის გატარება რა როლს თამაშობს ბრძოლის კვირის წნეხის შემსუბუქებაში. ადამიანთა უმრავლესობას სჭირდება დაინახოს, რომ ირწმუნოს. მე კი ჯერმჯერა და შემდეგ ვხედავ. გამარჯვების წინასწარ აღსანიშნავად მრავალი მიზეზი მქონდა. თავდაუზოგავად ვარჯიშობდი და ყველა იქ მყოფი ადამიანი ჩემი მომზადების პროცესში ჩართული იყო. ზოგჯერ გამარჯვება მხოლოდ ოქტაგონზე არ მიიღწევა. როცა რაღაც საქმეში ძალიან დიდ შრომას ვდებ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ უკვე მოიგე. არ არის აუცილებელი ქამრის მოპოვება იმისათვის, რომ აღიარება იგრძნო. შენ თქვი, რომ როცა წინასწარ ამბობდი თუ როგორ მოიგებდი, ადამიანებს ამაში ეჭვი ეპარებოდათ, თუმცა ჩემი აზრით, ახლა საეჭვოა, რომ ვინმემ შენში ეჭვი შეიტანოს. აქამდე გაკეთებული ყველა შენი პროგნოზი ახდა. 155 ან 170 ფუნტში არის ვინმე ისეთი, ვისაც რთულ გამოწვევა გიქვამ, არის ვინმე ისეთი, ვიზეც სიტყვი რომ შეგიძლია მოუგო, მაგრამ სტილისტურად რთულ მოწინააღმდეგეს წარმოადგენს. ყველა სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. მარტივი ბრძოლები არ არსებობს. ნებისმიერი დივიზიონის რეიტინგის ტოპ 5-ში ყველა ბრძოლა რთულია. საქმე ისაა, რომ როცა შეხვედრა დაინიშნება და ჩემს სტრატეგიას შევიმუშავებ, ბრძოლებს მარტივად სწორედ ეს წარმოაჩენს. ილია, ჩემი აზრით, შენმა ვაჟმა ემბედით სერიების შოუ მოიპარა, როცა თათებზე მუშაობდა. ის ოქტაგონზე შენთან ერთად იყო და ქამრის მიღების შემდეგ შენ მას ვარდი მიეცი. იცი რა იყო მისი პირველი სიტყვები, როცა ოქტაგონზე გამოვედი? რატომ დაარტყი მარჯვენა ხელი ასე და აფერქათი რატომ არ გამოიყენეო? უთხარი, რომ შემდეგ ჯერზე ვწდიდი. ილია, რაღაც მიზეზის გამო ამერიკაში მაყურებლები შენ ყოველთვის უარყოფითი განწყობით ხვდებიან. ამის მიზეზი ის ხომ არაა, რომ გულშემატკივართა არჩეულებს ებრძვი. რა თქმა უნდა. გჯერა, რომ რაღაც მომენტში ამერიკელი კომაგები მხარს დაგიჭერენ? 100%-ით. შეიძლება ეს პედის წინააღმდეგ მოხდეს. ილია, წინა კვირაში PI-ში ღია ვარჯიში ჰქონდა და შემდეგ შეკითხვებს უპასუხე, როცა პედის შესახებ კითხეს, შენ თქვი, რომ მას კიდევ ერთი მოგება სჭირდებოდა, დღეს კი სხვა მოსაზრება გაქვს. ამ ღამით ძალიან აღელვებული ვიყავი. ესე იგი, მან კიდევ ერთი ბრძოლა უნდა მოიგოს, თუ UFC-ს ეთქვი, რომ შემდეგი შეხვედრის გამართვა მასთან გინდა? არ ვიცი. ჩემი გუნდიდან ვიღაცა მითხრა, რომ დანა ამის გამო გაბრაზდა. მან თქვა, რომ იყოფნის შემთხვევაში ამას არ დაუშვებდა, მაგრამ ის იქ არ იყო. ეს უნდა მომხდარიყო. ილიამ სუბოქწონით კატეგორიაში 2022 წლის შემდეგ პირველად დაბრუნდი. დამატებითი წონით ოქტაგონზე თავს როგორ გრძნობდი. სიმართლე გითხრათ, ასე კარგად თავი არასოდეს მიგრძნია. ეს ორი განსხვავებული სამყაროა. მთელი პროცესით სიამოვნება მივიღე. მოსამზადებელი კემპი უფრო მარტივი იყო და აქ დარჩენას ვაპირებ. მიჯრით 3 ისტორიული ნოკაუტი. ვიცი, რომ ბოლო ბრძოლა ცოტა ხნის წინ დასრულდა, მაგრამ რეიტინგის კუთხით როგორ დაალაგებდი მათ? ბოლო ნოკაუტზე მეკითხები? ბოლო 3 ნოკაუტს როგორ დაალაგებდი? ამ კითხვას ადრე უკვე ვუპასუხე. პირველზე ვოლკია, მეორეზე მაქს ჰოლოვეი. ჩარლზი კი მესამეა. ვოლკი ყველაზე რთული მეტოქე იყო. ილია, თავისი ბოლო ბრძოლის შემდეგ მერაბი საქართველოში ჩავიდა და მას უამრავი კომაგი დახვდა. თქვენ ორნი არა მხოლოდ ჩემპიონები ხართ, არამედ ქამრები რამდენჯერმე დაიცავით. გრძნობ, რომ საქართველოში უფრო დიდი ვარსკვლავი იხდებით, რადგან ორივენი დომინანტი ჩემპიონები ხართ. That you guys are becoming both bigger stars because you guys are now both very dominant. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე როცა ვიმარჯვებთ, უფრო და უფრო დიდი ვარსკვლავები ვხდებით. მერაბი ლეგენდაა. საქართველოში ჩემი ჩათვლით ის ყოველს უყვარს. მე ის მიყვარს. პედისთან გასამართი ბრძოლა ალბათ უდიდეს აჟიოტოს გამოიწვევს. შენ შეძლებ ნებისმიერ სტადიონის ან არენის გავსებას. უამრავი კომაგი მოვა, თუმცა არის ადგილი, სადაც ბრძოლის სურვილი შენს გექნებოდა. მაგ ბრძოლისთვის სიამოვნებით წაგიყვანდით ესპანეთში, სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონზე. ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ მთელი კვირის განმავლობაში. კარგი კერძები, ყველაფერი კარგი, ძალიან მოგეწონებათ.
მინდა რომ ესპანეთში წაგიყვანოთ. We hope we get მედი ასეც მოხდება. მადლობა. მინდა შევეხო დანას კომენტარს. მან თქვა რომ შენ მუჰამედ ალივით იქცევი, რადგან ამბობ იმას, რასაც შემდეგ აკეთებ. ამიტომ ხომ არ მიგაჩნია რომ pound for pound პირველი ნომერი ხარ. Creíle a Topuria que es el mejor del mundo. Libra por libra ahora mismo en MMA. მე მიყვარს მერაბი Buah, es que sabes que და სიამოვნებას ვიღებ მასთან ერთად ადგილის განაწილებით. entonces con él no me comparte un გარდაუვალია რომ 2026-ში UFC ესპანეთში ჩატარდება. დიდებული იქნებოდა პეტი პიმბლეტთან, სანტიაგო ბერნაბეუზე ბრძოლა. ჩვენ ვსაუბრობთ ჩემპიონთა ლიგის ფინალის დონის მოვლენაზე. veces ahí, eso sería... ჩამოვა მთელი ესპანეთი, მთელი საქართველო და ბრიტანეთი. Bueno, han habido muchas იქნება თუ არა ეს ყოველდღიურ უდიდესი ბრძოლა? calificaciones არ მსურს რომ სხვა დიდებული ბრძოლების მნიშვნელობა დაუჩრდილო. თუმცა ეს ნამდვილად გასაოცარი ჯახი იქნება. merece sus méritos. ილია, ფიქრობ რომ შეგიძლია ესპანეთში ისეთივე სპორტულ კერპად იქცე, როგორებიც რაფალ ნადალი ან ფერნანდო ალონსო არიან. I hope so. იმედი მაქვს ასე იქნება. რას ფიქრობ იმაზე რომ ევროპაში UFC-ს სახე ხარ? Tough question. რთულ შეკითხვებს მისვამ. I don't know. არ ვიცი. შეიძლება ასეა, შეიძლება არა. ვიღაცები ასე თვლიან, ვიღაცები არა. აქამდე უკვე ცნობილი მონაცემი ესპანურმა მარკამაც დაადასტურა. საუბარი იმაზე, რომ შენი ბრძოლა ესპანეთში უფრო მეტად ყურებადი იყო, ვიდრე მადრიდის რეალის ბოლო მატჩი FIFA-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე. ასევე რეალის საჩემპიონთა ლიგო თამაში. ამაზე რას ფიქრობ? Real Madrid, que fue aquí en el Mundial de Me siento muy orgulloso. ძალიან აღტაცებული ვარ. დიდებული მიღწევაა და ამის მოსმენა ძალიან მახარებს. თუ კი ვოლკი მესამედ შეეცდება მეორე ქამრის მოპოვებას. არა. 155-ში რემატჩს მისცემ. არა. გამორიცხულია. ვოლკი საამისოდ არ გვემეტება. Aquí, Ilia, ¿qué tal? Bueno, primero de todo, enhorabuena a ti y a todo tu equipo. Antes de estos combates... ილია 155-ში ასვლამდე შენზე ბევრი საუბრობდა იმას, რომ 155-ს ვერ გაუძლებდი. 55 libras. ხუმრობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ეს განსხვავებული გამოწვევაა. თუმცა ისინი საპირისპიროში სულ რაღაც 3 წუთში დაარწმუნე. ფიზიკურად და მენტალურად თავს იმ დონეზე გრძნობ, რომ თავი ხელშეუხებლად მიგაჩნია. არანაირად. აბსოლუტურად საპირისპიროდ. თვლი რომ ჩემი დამარცხება შესაძლებელია და სწორედ ამიტომაც ვმუშაობ დაუღალავად. ამიტომაც ვიღწვი. არ ვჩერდები და ამიტომ არ მინდა თუნდაც მცირედი კითხვის ნიშანი დავტოვო. იმდენად კარგად ვმუშაობთ, რომ ეჭვები აღარ რჩება და ამიტომაც ვზეიმობ ხოლმე წინა ღამეს. Así que ya la victoria es mía, es lo que მე მიმაჩნია, რომ გამარჯვება ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწევა და ის ბანაკის ბოლოს უნდა აღინიშნოს. მე რომ მაქსიმალურად არ ვიხარჯებოდე, ამ გზას არ დავადგებოდი. el octógono puede ამიტომაც ვიღებ შედეგს, რომელიც ამ დონის შრომას მოყვება და რომელსაც მე სრულიად ვიმსახურებ. eso no vive dentro de mí, no pudiera vivir. 2023 წლის საერთაშორისო საბრძოლო კვირაში ჩვენ შენ გესაუბრეთ, მაშინ შენ 145-ში იბრძოდი და გვითხარი რომ სოფლიოში საუკეთესო მებრძოლი იყავი და ჩემპიონიც აუცილებლად გახდებოდი. ახლა უკვე ორმაგი ჩემპიონი ხარ. რა მოხდა ამ 2 წელში? მოხდა ის, რაც თქვენ ყველა მიხილეთ. ძალიან მადლიერი და ბედნიერი ვარ იმით, რაც შემემთხვამე. Lo que pasó მე და მთელ ჩემს გუნდს. ეს ნამდვილი წყალობა.